სოფლის მეურნეობაზე საუბრისას მოსახლეობის შეკითხვები ძირითადად ჩაის კულტურას უკავშირდება. მისი აღდგენის სურვილი და პოტენციალი გურუბნეხში დღემდე არსებობს. რეგიონში, სადაც პრიორიტეტად სოფლის მეურნეობაა გამოცხადებული, ამ მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია. ნაცვლად იმისა, სამეურნეო სამუშაოებმა გლეხზე შემოსავალი მოუტანოს, ეს პროცესი ძირითადად ფინანსებს იქეთ ითხოვს. სახელმწიფოს დახმარებაც ამ მხრივ ყველა გლეხზე ვერ აისახა. სოფლის მეურნეობაში დიდი პრობლემა გვაქვს. დიდი მადლობელი ვართ, რაც მოგცენ იმაში, მაგრამ რაც არ მოგცენ იმას მე. გექტარი მიწა მაქვს, გექტარზე მომცენ 3000 მეტროსის. აუჩერ. სხვა არ მომცენ 7000 მეტროს გადასახდელი რომ იყოს დღეს ხომ გადამიხდიან, ტკევლით დამიზომავენ იმიცას და გადასახდელს გადამახდიებენ, ხო? ასია. საძევი და 7000 მეტრო მიწა. არ ეკუთვნის არაფერი გლეხს იმაზე, მარტო მე კი არ ვარ ეს. მთელი სოფელი ასია, იქიდან მას სოფელი ასია, ჩვენ ორი სოფელი ვართ ერთად. ოზურგეთის სოფლებში ძირითადი კულტურები თხილი და ციტრუსია. მიუხედავად დიდი პაუზისა, მოსახლეობა ჩაის კულტურასთან დაკავშირებით შეკითხვებს დღემდე სვამს და მისი აღდგენის სურვილიც აქვს. გაიყიდება, მაგრამ ჩას ვკრებდით ჩვენ, მახსოვს იყო დრო რომ ჩას ვკრებდით. მესამეტე მე თვითონ სკოლაში ვმუშაობ, ჩას არ ვკრებდი, მაგრამ ზაფხულობით დავმოდი და ვკრებდით ჩას. მიხაროდა და ხალისი იყო და ახლა 2700 მეტრო გვაქვს ეგერ და ჩას ვყიდულობთ. ჩაის კულტურა გადაშენებულია. დაახლოებით იმპლანტაციის 10%-ია უკვე რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება. თუ ეს მოხერხდება უკეთესი იქნება. ყველა მოხარული იქნება რა თქმა უნდა ჩაის კულტურა. ჩემი თაობის ხალხს ახსოვს მაგრამ ჩაის კულტურა როგორი შემოსავალი მოქონდა. რა თქმა უნდა. ჩაის კულტურა სადა რო იყოს კაი იყო მაშინ რომ იყო და ახლა რა ვიცი არა მაგის იმედი აღარაა მაინც რატომ და ახლა ხალხმა რაცა ისომა გააშენა და იმას მოთხრეს და ჩას დარგავს ისოლე თუ ზოგიერთის მოსაზრებით ჩაის კულტურა კომუნიზმის ეპოქასთან ასოცირდება, რიგითი გლეხისთვის ჩაის სტაბილურ შემოსავალს და მშვიდ ცხოვრებას უკავშირდება.